ისტორიკოსმა ბაკურ გელაშვილმა ახალი საისტორიო ნარკვევი წიგნად გამოუშვა სახელწოდებით სოფელ ყვიბისისა და ბორჯომის ხეობის ისტორიის კვალდაკვალ. წიგნში თავმოყრილია ყვიბისისა და ბორჯომის ხეობის შესახებ ისტორიულ-გეოგრაფიული და კულტურულ-მატერიალური ცნობები. აქ არის ყველაფერი, რაც ჩვენ სოფელს ყვიბის შეეხება. მისი სახელწოდებასთან დაკავშირებით, საზღვრებთან დაკავშირებით არის აქ ასევე მატერიალური კულტურის ძეგლებზე, ანუ იმ ეკლესია მონასტრებზე, რომელიც სოფელშია და როდიდან არის ზოგადად სოფელში, ასე ვთქვათ, ცხოვრება, რა მნიშვნელოვანი მოვლენებიც მოხდა, რა ვთქვათ, ჩვენ სოფელში. სასურველია მომავალ თაობებს ჰქონდეთ იმის საშუალება, რომ მეტი იცოდნენ თავიანთი სოფლის, თავიანთი, ასე ვთქვათ, ხეობის შესახებ. წიგნს რედაქტორობა ისტორიკოსმა ლევან დევიძემ გაუწია და იგი ახლახან 200 ცალიანი ტირაჟით დაიბეჭდა. სოფელ ყვიბისის შესახებ ესე ცალკე აღებული, ერთად შეკრებილი ისტორია ჯერ არ არსებობს. ალბათ რთულია მაშინ რაიმე ნიუანსი ან რაიმე, ასე ვთქვათ, ნაკლი იპოვოს მკითხველმა. და ამ საქმეში ბაკურს ძალიან დიდი დახმარება გაუწია მინისა და მინერალური წყლების კომპანიამ, რომელიც თითქოს ზოგადად ზრუნავს ჩვენ რაიონში, არა მხოლოდ ვთქვათ, ბუნებრივი რესურსების გამოყენებაზე, არამედ სასიკეთო საქმეების დაფინანსებას და ერთ-ერთი ალბათ ეს იქნება. სამომავლოდ წიგნის ავტორი ისტორიული ლექსიკონის გამოშვებას გეგმავს, რომელშიც საქართველოსა და მსოფლიოს ისტორია გაერთიანდება.